ხარცაა გასწენი და გამოწყან მოდი მეთქი რო კავები არის ხარცაა მოდი ორი წუთი დაწყდა რატომ ხედავ? რაღაც საქმე გამოჩნდა თაკოს და ვეღარ დავრჩი. გავო გამოვიცვლი. ეს ემონებზე რა ხდება? მომავალ გორაშია ბოლო სასამართლო პროცესი. არა, უბრალოდ ბოდიში მინდა მოგიხატო. დამთვრალი ვიყავი და უბრალოდ ესე არ ვიქცევი ხოლმე. ხო, კაი, არა უშავს ხდება ხოლმე. აუ თან დამაგვიანდა. არა, ძალიან არა. მგონი გიჟი იყო ეს ტიპი. ვინ? მარიკას კლიენტი შეხვდა, საერთოდ არაფერი არ მოეწონა, ეგეთი არაფერი მინახავს. რა არ მოეწონა მაინც? არაფერი. ჯერ იმდენ კითხვას მისმევდა, რომ ძლივს ვასწრებდი პასუხის გაცემას. ხო, სახლს ყიდულობს ადამიანი და ხებუნებრივია კითხვებს დაგისმენდა. მესმის ჯეი, მაგრამ იცი როგორი კითხვები დამისვა? რომ აი საერთოდ არასოდეს არაფერში რო არ დაჭირდება. ლამის მეზობლების ბიოგრაფია გამომკითხა. ხო, არა, ეგეთი გიჟებიც არიან ხოლმე, არ უნდა აყვე უბრალოდ. კაია, არ აყვერა. თავიდან ჩვეულებრივად პასუხობდი, მაგრამ მე ашკარად გრძნობდი, რომ აი ცოტაც მაკლდა და ვეჩხუბებოდი. ხო, არ ვიჩხუბებს და. არა, არ მიჩხუბია, მაგრამ აი ღირსი კი იყო. ბოლოს რა? არაფერი, რა ვიცი, რაც მკითხა ყველაფერზე უპასუხე, მაგრამ რაღაცა უკმაყოფილო სახე ქონდა. ანუ პასუხი არ ვთქვამს როგორც ეს. არა, დავრეკაო, მაგრამ რა ვიცი რა. რა გააკეთე? რა გავაკეთე? დამირეკე ახლა კლიენტმა და გამლაცხა შენგან. ჩემს გამო? ხო, ისეთი რაღაცეები გითქვამს, რომ უარს ამბობს ყიდვაზე. ხო, მაგრამ რასაც მაკითხებოდა, იმას პასუხობდი. მე არ შეიძლება ყველაფრის პასუხი, მაგა ესე არ ხდება კლიენტთან ურთიერთობა რა. ვარ მოვატყუებდი, აბა. ტყუილსა და ართქმა შორის ძალიან დიდი სხვაობაა რა. არა, ისე ეგეც ძალიან პრეტენზიული კლიენტი არის. ვიცი ჯეი რა ტიპიც არის ეგ, მაგრამ სწორედ პრეტენზიულ ტიპებთან უნდა ცოტა სხვანაირი მიდგომა. რა ამას სხვა რაღაცა უთხრა, მარიკამ სხვა რაღაცა და გამოვიდა რომ მოვატყუეთ კაცი, ნუ. ბუნდაში ჩემბრალი. კარგი, ახლა ამას არაფერი აღარ შეიძლება, მაგრამ სხვა დროს ცოტა უფრო ყურადღებით იმუშავეთ. აი დაიკიდებაც, აი რა. ეს რა გავაკეთე? ნუ ზოგადად კლიენტებთან ძალიან გულწრფელობაც არ არის ხოლმე საჭირო, მაგრამ ახალი ხარ ხა შენ და გეპატიება. აბა ხო არ მოვატყუებდი ჯერ. არა, არ უნდა მოვატყუო, მაგრამ მაგასაც ისწავლე ნელ-ნელა გამოსვლებასთან ერთად რა, როგორ უნდა რომ დამალო რაღაცები ისე რომ არ მოიტყუო. გადაული ძალიან მალე აგინახა. ეს არის არაფერზე არ გეჩხუბება. რა ვიცი, ადრე არ ჩხუბობდა ხოლმე და ხა შეიცვალა ალბათ არ ვიცი. გადაულის და მიჯერი. და მე შეიძლება რაღაც საჩუქარი გაჩუქო საერთოდ თან აღარ გეჩხუბოს რამე რო გავაფუჭო. აი დამშვიდი მართლა. გადაღებულია. ელსა, პრინციპში ეს სცენა გადაღებულია,
1 საათში ვიკრიბებით გარე გადაღება გვაქვს. ყველაფერი მზად არის? ოჯახ. ბიჭებო, გაათვალოთ მაინც კამერაში, კაი? მე მგონი კაი გამოვიდა ხა? მე ძალიან მომეწონა. რაც მეც მაგრა გამისწორდა. შენ ძალიან მუღამი შეხვედი ხო? რა ვიცი რომ კაი გამოდის მაგრა გამისწორდა. ყავა ხო არ გინდა? არა. სანდვიჩებიც მოიტანეს, თუ გინდა მოგიდა? არა, არ მშია. რატო არაფერს არ ჭამ? დიეტაზე ხარ? არა, დიეტაზე მეღადა. იცი, მეთიუ მაკონახმა 40 კილო დაიკლო ფილმისთვის. ჰოლივუდია. გამიჯერა ეს ფილმიც არ იქნება ნაკლები. იტო? აკო, გრიმის მოშორება არ გინდა? კი, შემოვალე ხავ. მისმინე, ის ხუია. მაშოიკა? არა, არ შემოსულა, უკან არის ბექას ელაპარაკება ოპერატორს. კაი. ნახავ ხომაშ. აი, ხო გეუბნები რა ძალიან კარგი ადამიანი ხარ. თან რაღაცა არ მინდა რომ ამ ლაპარაკის მერე ცუდი ურთიერთობა გქონდეს. უბრალოდ მინდოდა რომ გწოდნოდა რომ სხვა მიყვარს რა. ხო რა, იმეც უბრალოდ მინდოდა რომ შენც გწოდნოდა. გასაგებია, მაგრამ აი ხო გეუბნებოდი რომ კარგი ადამიანი ხარ თქო. რამა შენ ხარ? მე ვარ. უი, დეა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ძანდებით? კარგად, დაჯექი. ბაბა? ხიათ. არა. მე გიო არაფერი არ გვაქვს. კი გამოვიძახე რაღაცები, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება. ტოსტები რო გაგიკეთოთ? იყოს არ მინდა. არა, მე არ მინდა. მართლა არ მინდა, მადლობა. ყავაც არ გინდა? არა. სადმე მიხარ? კი, კონცერტზე მივდივართ. რა კონცერტზე? ჯაზის კონცერტია, რამოდენიმე შემსრულებელი გამოდის. ყველა სახელი არ მახსოვს. თურ მიყვარს, გიო, რატო არ მეუბნები ხოლმე? ხო იცი რომ მიყვარს. აუზდა რავი, დამოვიწმე რა. აი ესე ავიწყდება ყველაფერი რა. თუ ისე დაუბერდი რომ აღარ შეიძლება ჩემი წაყვანასა. წამობზანდ თქვენც, წამოდით. აღარ როგორ უნდა ამას მე რომ წამოვიდე? რატო რა გინდა არის ხალხს არის და ზეგას არის და შეგიძლია წახვიდე. მოხედა როგორ მომიშორა. ისე დღევანდელი ბილეთები არ იქნება და დღეს რომ მივალთ ვიყიდით და ხვალ ერთად წავიდეთ. არა, საყვარელო წადით თქვენი. ხა და მე ჩემ მეგობრებთან ერთად წავა. ან ზახშია? აი, წავიდა მთელი დღე მოჟამული სახით დადიოდა და ბოლოს გავიდა. რა ჭირს მაგას საერთოდ რა დაიმართა? რა ვიცი, მეუბნებით რამე საერთოდ. ოზუკა. ათხარ. სახში რა იყო რა ხდება? ბიჭო, დატოსთან ვარ ამოსული და რა ვაგაკნებ და არ მიიღებს კარებს. რატო არ აღებს? რა მეზობელთან ვიქნებ ხა შევიდე და იქიდან გადავიდი ან რაღაცა ქნა რას და მოხვალ შენ. აი დაგირეკო მო. უნდა გავიდე რა. მოხდა რამე? არაფერი დატო ჩაიკეტა სახში რა. ხო და დია დაგირეკო და გამოგივიდე ხო აქ შენ. ტაქს გამოვიძახე, პარა ისეცა. იყავი რა და იყავი, ჩემი გოგოები უნდა მოვიდნენ, იყავი. ხო, არ ვიცი. ხო, დარჩი. გიორგის გარეშე ხო უნდა ვიმეგობროთ მე და შენ. კარგი დარჩა. ყავა და ნამცხარი? სიამოვნებით. ხო და გაგიმსა. დაგეხმარებით მე. მოდი. ამარო გომიდის საქმეები. მადლობთ, კარგად. ზადა ხარა ხალი საქმის სასაებად. სამწუხარო და არა. ახალ საქმეს ვეღარ ავერებ. რატო? იმიტომ რომ ხვალ აქ აღარ ვერ მუშაობ. აღარანაირი სურვილი აღარ მაქვს თქვენთან მუშაობის. ამუ გადაწყვეტილია. კი. და მადლობა მაინც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საჭირო იყო ეს გამოცდილება. კარგი. დროებით. მაგრამ მე იმედი მაქვს რომ მაინც შევხვდებით ერთმანეთს. აუცილებლად. ნახვამდის. გამარჯობა, ცოტა სახშია.
არ არის სახში, მაგრამ მალე მოვა. მოგზანდით თქვენ. არა, იყოს ტელეფონი დარჩა და მოვიტანე. ხო და შემოდით და თქვენ თვითონ გადაეცით. მოგზანდით. ჩაის ხო დალევ? არა, მადლობა. დავძანდით. მაშინ ყავას. არა, მადლობა. წყალს დავლევ თუ შეიძლება. არაჩვეულებრივი ატმის წვენი მაქვს, ატმის წვენს მოგიტან. არა, იყოს წყალს დავლევ. კარგი. უისახით არ მიგითხავს. ანი. ანი. მე ხათუნა ვარ. სესიანა. მალე მოვაწოდნე. ცოტა ძალიან მალე მოვა, იმიტომ რომ აქვე ჩავიდე აფთიაქში წამლების საყიდლად. კარგი. მეგობარი ხართ, ხო? დიახ, ველოსიპედით დავდივართ ერთად. ველოსიპედით. დიახ. ნას ეშინოდა ბავშვობაში. ერთხელ ჩამოვარ და ველოსიპედიდან და სუტიროდა იმის მე. მოგუყვა ის ტარი. ტელეფონი რეკავს. ხო და არ უნდა უპასუხო. სწავლობ თქვენ სადმე? არა, საზღვარი გაიწმინდა ჩავაბარო. ой, რა კარგია. მეც ვეუბნები ცოტას გააგზავნე საბუთებით ხო. იქნებ რამე გამოვიდეს, მაგრამ რაღაცნაირად რა ვიცი თავს იკავებს. ის ამ ტელეფონს დავტოვებ მე და წავალ ხარ? არა, რატო იყავით? არა, დარჩით ცოტა ხანი, მოვა ეხლა მალე. და ნახეთ თან ეს რეკავს. აი ეს რო რეკავს, მე ნერვები მეშლება. სულ რეკავს და მითხრა რომ გაჩუმდეს. ძალიან მინდა რომ გაჩუმდეს. ძალიან მინდა. არ მიეკარო, შენ არ უნდა მიეკარო, ეს უნდა გაჩუმდეს. სულ რეკავს. სულ რეკავს. დაწყნარდი, გეხვეწები, დაწყნარდი და მოდი დაჯექი აქ. დაჯექი. დაიწყალი რა. არ. შენ აქ რა გინდა? ტელეფონი დარჩა და მოგიტანე. კაი, დაწყნარდი დედა რა. კაი. რაღაც ბიჭო რა მოხდა რა? ნაღამ დაიბრინდა შეჭი. და რა მოუვიდა ამისა? ბიჭო მე რო წამლები მოვუტანე ხო გახსოვს? ეგენი სუდაულებია, პახოდო თვითონ დაუთრევია რაღაცები მე კიდე და პახოდო სასმელი დაამატა. ინაღამ დაიბრინდი ბიჭო რომ შემოვიდა რომ დავინახე ძირს ეგ და მეთქი всё ტრუპია. რა უყოთ ახლა? არ ვიცი, ამ ნეტა კიდე მომეტანა ის წამოდა, მე ნორმალურს მაინც დალევ. აი შენ რა შუაში ხარ ახლა რა იცო? მარტო ვერ დავტოვეთ ამ ხელაკაცის სახში ბიჭო იქ. და ამას რა თქვის? რავი, კუჭი ამოურეც, სანამ ესენი მოვიდნენ, რავი, მეზობლები, მილიონი ხალხი იყო, ერთი გოგო მექიმი იყო თუ ვიღაცა, არ ვიცი, რაღაცები იჩალიჩარა. სპეციალურად დალევ. არა მგონია რა, რავი, რაღაცა ყლეობა იყო ის წამალი პროსტა და პახოდო სასმელი აულა. რა ხდება? კარგად არის არინერვიულოთ, მშვიდად იყოს ყველაზე უკეთესი ეგ იქნება. და ჩვენ რამე ამ წამალი ხო არა საჭირო არა? არა, არაფერი, სიმშვიდეში იყოს, როგორც ჩანს ემოციური ფონია მაღალი. და ახლა რო დაველაპარაკოთ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ მე ძინოს ჯერ. აი, მაშინ ისე დავფეტო, ხო? საერთი წუთის რაღაც. არა, არა, მადლობის. არავითარ შემთხვევაში. კარგი, და ანუ ჩვენგან არაფერი არ არის, ჩავალ ვიყიდი ყველა. არა, არაფერი, უბრალოდ იმ წამლებს აღარ გააკაროთ, ხო? კარგი, და იმას გადავყრი ხო? ნახვამდის. კარგად იყო, მადლობა. ძინავს? რაუ? რავი, ამათმა სიმშვიდეოდა, სიმშვიდეში შეჩემა ხო ხედავ რა აქნა. ხო, რა მეც ფიქრობ, ხო გავიყვანოთ თუ გარეთ ჩვენთან ერთად ხო არ იყოს. წამ მოვა მერე? ანუ უნდა დაველაპარაკოთ, აბა ხო არ იწובה ესე და ხო არ იგლოვებს ხო? მე რას ვფიქრობ, იცი? ფსიქოლოგი ხო არ მოუყვანოთ. ეგ მეც ვიფიქრე. იმიტომ რომ შველის რა ვიღაცებს რა. მაგრამ დაგთან ხვდება. ამას ვინ ეკითხება, ბიჭო, ისიც ეყობა რომ შეგვაშინა ამდენი ხალხი. აუ ისე შენ მაგრად შეგაშინა, ხო? მახსენებ, იმინა პანიკაში ვიყო. არა, მაგრად გივაშ კაცი. აუ შენ ძმობას მიცავარი სად ვიძრომიარე და რეები ჩავატარე? კაროჩე რა. ვაიმე, შენ რა ოქროს გოგო ყოფილ ხარ? მიყვარს რაღაცების კეთება. გეტყობა. აბა მე ერთი კვერცხი შეწვეც არ გამოვიდეს. შენით ისწავლე თუ ვინმე გასწავლა? რაღაცები ჩემით ვისწავლე, რაღაცები ინტერნეტში, რაღაცები წიგნებიდან და ასე. მე მოვიქნე. მე ამას დავჭერ.
Привет. წამოდით გოგუებო. როგორ ხარუსო? გოგუებო, გაიჩანით, ეს არის დეა. გიორგის მეგობარი. გამარჯობა. დეა, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ლილიკო და მაკუნა. სასიამოვნოა. რა ლამაზი მეგობარი ყოლია გიორგი. ხო, აბა. მადლობა. დაცხედით გოგუებო, ეხლა ჩინური კი გამოვიძახე, მაგრამ რაღაც აგვიანებს. ვაიმე, არა და ძალიან მშია. ხო. მოიცა დღეს ნანა არ აკავს. დღეს ნანა არ ამყავს, მაგრამ დეა მოგვიმზადა რაღაც. ვაიმე, რა? ეგ არც მე არ ვიცი. აბა ვნახოთ. ვნახოთ. რაღაცა ძალიან გემრიელობები ჩანს, ჰა? ცირა გემრიელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ხო და ეხა გემოც გაუსინჯოთ. გავსინჯოთ. ჰალო. რა შევიდე? რა ვიცი. რა ხდება აბა? რავი, არაფერი რაღაც წამლები დალიამან და ცუდად გახდა. სასწრაფო ყავდა ამოყვა. აუ. მერე? არა, ეხა უკვე კარგად არის, უბრალოდ არ ახსოვს არაფერი. აუ, რა დებილი ბიჭია რა. გინდა გამოვიდე? არა, იყავი. შენი შემოათ ხარ? ამოხვალ შენ. კი გამოვალ, აი ზუკა გავიდა ეხა და რომ მოვა გამოვალ. კაი, მაშინ დაგელოდები. კაი, მით. მაგემრიელი არ უსო გავგიჟდი. ხო, ხო, კარგი სასწაული. გიორგი იყო? ხო, ეხა კარგად არისო. რა ხდება? არაფერი გიორგის მეგობარს რაღაც პრობლემები ჰქონდა და კარგად. გოგოებო, კიდევ უნდა გადავიღო. გადაიგე საყვარელოს შენი. რა ვქნა, ძალიან გემრიელია. აი ეს განსაკუთრებულია. მართლა ოქროს ხელები გქონია შენ. მარილი ხო არ მომივიდა მეტი? არა, ყველაფერი ზომიერად აქ ჩემო კარგო. რუსო, მე მგონი ნანას კონკურენტი გამოუშვა. ნანა ჩვენი დამხმარია და გოგოები გიждდებიან მის დამზადებულ კერძებს. ვიცი, გიო მიყვება ხოლმე ნანაზე. ხო? გოგოებო, სხვათა შორის დეას შეფმზარეულობა უნდა. მართლა? ხო, ოღონდ ჯერ უნდა ვისწავლო. სხვათა შორის ძალიან კარგი კულინარიის სკოლა საფრანგეთში. იქ უნდა ცადო აუცილებლად. აბა რა, რუსო, ადამიანს როდესაც ნიჭი აქვს, ის ხო უნდა გამოიყენოს რა. კიდე უნდა გადავიდე. იცი რა? ეხლა გაჩერდი. არა, გაჩერდი. არა. მე უნდა გადავიღო. კარგი კიდე არის და გეყოფათ ორივეს არის ჩხუბოთ. დამიტოვე. აჰა. აი მე შენ სურატოქშია. აი მე მოგ აუ. რაღაც გქხოვ. ოღონდ. აი ერთი წუთი. ალო. გამარჯობა. დიახ. დიახ, დაგალაპარაკებთ ეხლა. კარგი. დეში. ალო. ხო, უნივერსიტეტში ვარ. კაი. კაი. კაი, გავიგე და არ ვიცი, კაი. სად გიგდია ტელეფონი? დამჭდარია. რა ხდება? არაფერი, გუშინ კახასთან ავედი სახლში და დამხვდა რაღაც ქალთან ერთად. არაფერი დავალაპარაკე და უთხარი გადავალ თქვა და ალბათ უთხრა ნათიას უკვე და პანიკაში არიან. გილოცავ მაგარი დღეში ხო? ხო და შენთან რომ გადმოვიდე ცოტა შეიძლება? როგორ არ შეიძლება ქარდის დირებს მეკითხები? ძალიან გამიხარდა. ძალიან მერიდება შენებთან, მაგრამ რა ვქნა სხვა კაი, რა გერიდება, ძალიან გავხარდებათ პირიქით. როდის გადმოხვალ? რა ვიცი. გადმოდი რა დღეს. დღეს? ხო. ბევრი რაღაც გაქვს ჩასავალგებელი? რავი, არა, ტანსაცმელები ვარ და. კაი, მაშინ მივიდეთ ჩემთან, ჩავალაგოთ ტანსაცმელი. მერე გადავიტანოთ ჩემთან და გავისეინოთ საღამოს. დღეს არ გადაგაგდეთ მართლა. რა ქენით გუშინ მომიყევი მართლა? ძალიან კაი ფილმი იყო. თუ გინდა უყუროთ, კიდე დღეს არ მეზარება. არა. რა შევიკობოებო? შენ? რავი, მე რა გჭირს? არაფერი, კარგ ხასიათზე ვარ, არ შეიძლება? არა, სანამ არ გვეტყვი რატო. კაროჩე, აშოს უყვარვა რა. მართლა? რა მაგარია?
საიდან იცი? აუ რავი, გეტყვი რა, ვიღაც ოპერატორს ელაპარაკებოდა. და უთხრა რომ სხვა მიყვარსო რა. მე რა თველი დღე ერთად ვიყავით და რანც თითქოს მაგრძნობინა რა. ძალიან მაგარია. საიდან იცი რომ მაინც და მაინც შენზე უთხრა. კიდე რამე იდიოტობა არ მოგვივიდეს. აუ, სხვაზე ვიზე უნდა ეთქვა. და რა საპირე? არ ვიცი, მთელი დღე ვფიქრობდი და რა მოვიფიქრე, იცი? მივიღო თქო და ვეტყვი პირდაპირ რომ გავიგე თქო რა. გაგიჟდი? რატო? ვარჩ ვიცი რა, რასაც ვაკეთებ რა. არ მჭერო. რავი, არც მე მაგრამ ფაქტია რა. მისვი არ დავლიოთ დღეს? აი სალიკად მოდის დღეს ჩემთან და ავღნიშნოთ. თაკოსთან გადადიხარ? რას დადიხარ ჩემ თავზე? რავი, აბა რა ვქნა? გავქნა და დავლიოთ. კვატიჯებთ მე. დავლიოთ. გადავჭანთ ჯერ ბარგი ჩემთან და მე. კაი, წამო. ტელეფონი კიდე დაიჭირე. ой, დედა შენს რა მოუნდეს თარაკვა? არა უშავს რა მალე მივაცაჭი. აუ, ცოტნე ბოდიში რა ისე რა დაგადექი, პრესტა ვიფიქრე რომ დაგჭირდებოდა ეს ტელეფონი და მართ ვიცოდი სანამ მომეცედი. კაი, არა უშავს, პირიქით ძალიან ცუდად გამომივიდა რა. არა რა სამყარო. აი, დედა შენ რა მარტო დავტოვეთ? არა პრობლემა, სულ კი არ ემართება ხოლმე ეს შეტევები. და რა ჭირს? ავი ემოციური ადამიანია და ესე ნერვული შეტევა ემართება ხოლმე. დიდი ხანია? არც ისე რა. მე შენ? მე რა. ანუ შენ მული? ხო, პრინციპში მე მოლა არ სჭირდება რა, სულ არ ემართება ხოლმე ეს შეტევები რა. და ექიმთან მიყვანა არ გიცდიათ? კი, ვიყავით ექიმთან და წამლები დავუნიშნა რა. გახსოვს ის წამლებით რომ ნახე მაშინ? ეგ წამლები და ჩემისთვის იყო რა. ოუ, მე კიდე რეები მოვიგონე რა. ბოდიში, მარცხლიდან დიდი ბოდიში რა. არა უჩავს ისი ბოდიში, მეც ეგრე ვიფიქრები. ცოტნე. აი მართლა რამეში დახმარება თუ დაგჭირდა მითხარი არ მოგევიდეს ხო? კაი. მართლა ატეხავს, იმიტომ რომ ყველა ოჯახში არის პრობლემები. მეც აი რამდენჯერ მიცდია იცი რა სახლიდან წავსულიყავი, მაგრამ მე ვხვდები რომ რაღაც ბავშვური საქციელია და არაფერს აღარ ვაკეთებ. არა და შენი ოჯახი მეგონა რომ იდეალური. ჩემი? ხო. არა. არა გეგრი არის იქ რო არ ცხოვრობ გონია რომ ყველაფერი კარგად არის. ხო. აგრეთ აგარაკი ხო გოგს ჩვენ. და ბავშვობაში რომ ჩავდიდით აგარაკზე მეზობლები გყავდა და იმათ ოჯახში ჩემ ხელობაში ყავდა და მეგობრობდით. მაგათა რომ მივდიოდი ხოლმე მთელი სახლი ქონდათ ნახატებში დედა ყავდა ხატვარი. ხო და მთელი ბავშვობა მინდა და რომ ეგეთი სახლი მქონოდა. და მშობლები ჩემი მშობლები ყოფილიყო და მე დიდები რომ გავიზარდეთ იმ გოგო მითხარ თურმე იმას პირიქით ჩემთან უნდა და ცხოვრება. რაღაცინა. მეც მაგ ზუსტად ეგეთი ისტორია. ხო. ადრე ბორჯომში ქონდა სახლი. მართლა? ჩვენ ბორჯომში ვსვენებდით სულ. მართლა? მე რატო არ გიცნობ? აი. რომელი საათია? საათი. თუ გაჩქარება წავიდეთ. მეორე ნაყინი? კაი, წამოდა თან გზაში მოგიყვები ბორჯომის ისტორიას. აი. კაი, ბორჯომში ატარებდი ვიყავი. ყალთუსალია ჩემთან ავიდეთ აგარაკზე. ჩემი მეგობრები იქნებიან აუზი, ამ გავართობთ. ხო, მაგრამ სამსახურს რა ვუყო? აუცილებელია რომ იქ იყო? ნუ როცა მინდა მაშინ მივდივარ ხოლმე, მაგრამ ყველა ხალი თანამშრომელი მოდის და ამიტომ იქ უნდა ვიყო. კარგი, მაშინ შაბათ-კვირას დავგეგმოთ რა. შაბათ-კვირა შეიძლება. ლაშქრობა გიყვარს? მე არ შემიძლია ეს ბუნებაში სიარული და მე კარავში წილი რა. რატო მაგას დავისმოღამიათ? მე ძალიან მიყვარს. არა, მეც კი ძალიან მიყვარდა, დავდიოდი ხოლმე, მაგრამ მე გველმა მიკმინა და შოკი მივიღე. სად იყავ? მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გონი რაჭისკენ. არა, უცნაურია, ზოგადად დასავლეთ საქართველოში არ არიან შხამიანი გველები. ნუ არც ის არ იყო შხამიანი, მაგრამ მე ხო შოკი მივიღე რა, ძალიან შემიშინა. მოკლედ არ გიყვარს ბუნება. არა, ძალიან მიყვარს, უბრალოდ გველები არ მიყვარს. მაშინ წავიდეთ სადმე ისეთ ადგილას, სადაც გველები არ იქნება. ნე. ვა, თამსო, როგორ ხარ?
დღეს ვიყევდი დარეკვა ზუსტად და ვეღარ მოვახერხე და ხვალ ხო იქნები. მეც ვიქნები და გოგოებიც იქნები. მანიკური უნდა გეხოცება ჩამწერა პირველზე რა. მეც რა. და რო დარეკოთა ჩაეწეროთ არა? რა თქინდა დარეკვა მოვალთ ისედაც. ხო, მაგრამ დარეკეთ მაინც რომ რამე არ აერიოს. კაი დავრეკავთ. კარგად. პაკა. თქვენი სალონის კლიენტები იყვნენ? ვერ ვიტან ამ გოგოებს რა. რატო? ესე მოინდომებენ ხოლმე ურიგო სალონში მისვლას და ამბობენ ნინიმ ჩაგვწერაო და იტყვებიან ხოლმე რაღაცა. ბოროტას არ გეუბნება შეინაცვლო. ხო და ვერ ვიტან ესეთ რაღაცებს მით უმეტეს საქმეში რა. რა ორას ამბობდი სად წავიდეთო? ეს კიდე კარ? ხო, ვინახა. მე ჩემი ვიღაცას ვაჩუქე. არ მეც აღარ ვიცვამ, მაგრამ ხო იცი რა მეიწყება ტანსაცმლის გაჩუქება. ხო. კარგად, შენ როგორ ხარ? ხო, რა ვალდებ რაღაცებს. კაი რა, ხარ დაიწყო თავიდან. აი არ მცალია ახლა და დაგირეკავ მაგრამ. ხარის დაჭრები აქეთ თუ აქეთ? რა ვისულ ერთია. რავი, იქით არ მძინავს ხოლმე. კაი. პიჟამა დამრჩა. ჩაიწვი მე ჩემი რა პრობლემა. ალო. მამიკო როგორ ხარ? კარგად, მამა შენ? რა ვიცი მე რა შვები ხო შენ? რავი, ვალდებ რაღაცებს. ისმინე ხო რა გადაგიფიქრებია? მამა. რა ვიცი არ შეიძლება? არა, დღეს გადმოვედი და რანაირად უნდა გადამეფიქრებინო. კაი, ნუ მეჩხუბები შენ. ისმინე ხო იცი როცა მოგინდება შეგიძლია დაბრუნდე და იყო ჩემთან. კაი, ვიცი. ხელს გიშლი ახლა? კაი, ჩვენად ეყარ მამიკოც. კაი. ეხა შევუყვარდი ორივეს. კაი, ბოდა რაღაც სისულელეებს რა. ძალიან მიშლიანებს. აუ, რა დებილი ვარ. რა მოხდა? იკას ნაჩუქარი სამაჯური დამრჩა. კაი, მიხვალ სახში და აიღებ. ძალიან მეშლება ნერვები. ვიარ გელაპარაკია იკასთან? არა. რაღაც დაგირეკავდა ხა ისეთები ჩაუტარე რა. არ უნდა ჩამეტარებინა? არა, არ გეუბნები მაგას, მაგრამ არ მოგენათ რა. კი, ძალიან. მერე ის რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. კაი, ხო იცი რომ უყვარხარ რა. კი, ვიცი. დებილი ხა დათრა და გამოშტერდა. ძალიან მომეშალა ნერვები ვიღაც უკრაინელ გოგოებს ხამევით რო აეკიდა რა. ნუ დებილია და ხა ერთხელ რო აპატიო არაფერი არ არის. არა შანსი არა. ხო გიყვარს. კი და ყველაფერზე ეგ მახსენდება. მე დაელაპარაკე დამიჯერე მართლა. კაი ვუყურეთ დღეს იმ ფილმს? ვუყუროთ. აი, გენაცვალოს, ბაბო. როგორ არ გელოდებოდი, ბაბო. როგორ ხარ? მე რა საკითხავი ვარ, შენ როგორ ახსით? ვარა. რას ქვია ხარ? რა იყო, მოხდა რამე? სად არიან? მოვლენ მალე. ჭამარგინდა? რა მაგიცი? ქადაში რო გიყვარს. ხო იცი როგორ მიყვარს მინდა. ხო და მოგიტაკე ახლა ვედი. აჰო. ეგ ამგები. ესეც შენი საყვარელი ნამცხვარი. შენ რო გიყვარს ის არის სუსტად. აბა ეხლა მითხარი როგორ ახართ? გამარკვიე კარგად? რა შვიდით სახში? ცუდად. სულ ცუდად. რატო შვილო? რა მოხდა? აღარ მინდა იქ ცხოვრება. რას მელაპარაკები? რას ქვია შენ ეხლა შენი საკუთარი ოჯახი გაქვს შვილო. თუ სახლი გენატრება,
მოდი კი, მაგრამ იქ არ დავბრუნდები და არ ვიცხოვრობ, ეს რა ლაპარაკია, ვერ გავიგე. არ მინდა და არც რაზოს არ მდომებია, ხო იცი ეს შენ? ბებო, ქმარი ხო არ გაბრაზებს? ჰა? კი მეჩხუბება, ყველა მეჩხუბება. ვეზიზღები ყველა, სულ მეჩხუბებიან. რატო არ მოვკვდები ეს რა მესმის შვილო? მთელი დღე სადღაც არის გასული, რომ მოდის ისევ მეჩხუბება. ეხლა კიდე იმაზე ამიშარ და შვილი რატო არ გიჩნდებაო? რაო? რა ეჩქარებად ვერ გავიგე? ახლა არ დავქორწილდით? მეც მაგას ვამბობ, მაგრამ ვის ესმის? მაგათ მარტო მაგიტო ვუნდივა, რომ შვილი გავაჩინო. მთელი დღე რაღაცას ვაკეთებ და როგორც კი დავჯდები, მეჩხუბებიან უსაქმური ხარო. აღარ შემიძლია ბებო იქ ცხოვრება. მერთო მოკალი. ვაიმე შენ შემეგობრებს ბებო, ჩემი ლამაზი გოგო, ვინ უბრაზდება ჩემ ლამაზ ბავშვს, ვინ უბრაზდება? რა გავაკეთო, არ ვიცი. ოჯახის დანგრევა ძალიან ძნელია შვილო. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ თვითონ საქმე გიჩვენებს და რა უნდა ქნა. ნატო გახსოვს. ხო, აი იმისი გოგო ზუსტად აი ამ მდგომარეობაში იყო. დაკრა ფეხი და წამოვიდა სახლიდან. წასასვლელიც არ მაქვს, ხო იცი, მამა სახლში არ შემომიშვებს. მაცადე რაღაცას მოვიფიქრებ შვილო. ისე რომ დაბრუნდე ქალაქში, ჰა? ქალაქში. ხო, შენ ჭკვიანი გოგო ხარ შვილო. გზას გაიკვლევ. ერთხელ შეგეშალა, მეორედ არ შეგეშლება. მეც კიდე რაღაცა დაგროვილი მაქვს და მოგცემ შვილო. არი ნერვიულო ბებო. ხო და წავალ თბილისში. არა, ესე ცხელ გულზე არა. ამ საქმეს სიჩქარე არ უხდება შვილო. კარგად დაუფიქრდეთ. რა არის ბებო აქ საფიქრალი? ой, არ ვიცი მაშინ, არ ვიცი. არა. კარგი, როგორც გინდა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამაქვს და რაც არ ამაქვს, ყველაფერს მოგცემ, მაგრამ გეხვეწები, დამშვიდდი, დაწნარდით, მოვიფიქროთ და ისე გავაკეთოთ. რა საკეთებ? რა შემოგიარეთ. ლამარა მიდი რა გამიცხელე ისაჭმელი ძალიან ამში. იგენაცვალე კი, ეხლა. გადამტეხა მოკლედ მამა შენო მუშაობითა წელში რა. თანა აპახმელიაზევში. ისე მაგრად კი მოვილხინეთ მე და შებაქვარვა გუში რა. დავიმხეით ყველაფერი თავზე რა. ლამარას ხადებია ეს რა. ოკეი. რა ხდება აზა, ხომ მშვიდობაა? ლიასთან ვიყავე. მერე მომისყიდა თავისი ჭკუით. თავს ქვია მოგისყიდა. ბიჭო, შენ რას მიკეთებ მანდე? რა გინდა ეს შიქხوار ვაკე? ვინ არის ის ბიჭი? სალისთან ერთად რაც ფოტოებს რობს. შენი ქმარი ვნახე. რა? ხო, დამირეკა. ხო, ნახეო და რა მექნა მეც. რატო ნახე? როგორ ვერ გათვალე რომ პროკურორი მოგაწვებოდა? რა ვქნა, არ მეგონა ეს საქმე თუ ასე დაინტერესებდა ბატონო რამას რა გავაკეთო? არ გეკონა.